ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გახდა ახლა ცნობილი, რომ 8 თვეში ეკონომიკის და შეადგენს 7%-ს, რაც რა თქმა უნდა გათვალისწინებთ ყველა ამ ფაქტორების გარემოებს, რაც მიმდინარეობს მთელ სოფლიოში და რეგიონში მით უმეტეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. ეხლა რაც შეეხება 24 წლის ბიუჯეტს, მე მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტიც ასევე დაგეგმილი არის საკმაოდ კონსერვატული მიდგომით. ჩვენ ჩადებული გვაქვს 5.2%-ის ზრდა ეკონომიკის. საშუალოვადიან პერიოდშიც რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის ასევე 5%. საშუალო ინფლაციის პროგნოზი მიზნობრივი მაჩვენებლის ფარგლებში 2.8% შეადგენს. ნომინალური თლიანი შიდა პროდუქტი პროგნოზი არის 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი. თლიანი შიდა პროდუქტი იქნება 85 მილიარდ 370 მილიონი ლარი, რაც რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი პროგრესი. აქვე მინდა შედარებისთვის გავახსენოთ საზოგადოებას, რომ 2012 წელს, როცა ჩვენ ჩავიბარეთ საკმაოდ ძიმე მემკვიდრეობა, მათ შორის ბიუჯეტი იყო დაახლოებით 8.5 მილიარდი ლარი და მაშინ თლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 27 მილიარდი. თითქმის გასამაგება არის ბოლო 11-12 წელიწადში. 85 მილიარდზე მეტი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებით $8,600 გადააჭარბებს გაიცათ. წელს $8,100 იქნება უკვე და წლევანდელი ბიუჯეტიც იცით, რომ საკმაოდ ასე ვთქვათ ამბიციური იყო. ასევე გეტყვით იმასაც, რომ 2027 წლისთვის ჩვენი პროგნოზით მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება 108 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის $11,000 მიაღწევს. აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ბიუჯეტი 2012 წელს მაგალითისთვის გეტყვით შედარებისთვის გეტყვით, რომ იყო როგორც უკვე მოგახსენეთ 8.5 მილიარდი ლარი, 24 წელს ნაერთი ბიუჯეტი იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი ლარი. შედარებისთვის იყო 8.5 მილიარდი ლარი 2012 წელს და 24-ში იქნება 27 მილიარდ 800 მილიონი. ახაც გასამაგება არის, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის ყველასთვის. დეფიციტს რაც შეეხება, გეტყვით, რომ ჩვენი გათვლებით ეს იქნება 2.5%, ხოლო მთავრობის უარის მაჩვენებელი მშპ-ს 38.2% იქნება 2020 წელს. ეხლა რაც შეეხება ძირითად მიმართულებებს, ძალიან მოკლედ გეტყვით და ამის შემდეგ ბატონ ლაშა-ხუთიშვილი მოგახსენებთ დეტალურად მთავრობის ნომის შემდეგ იზრდება ჯანდაცვა სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მილიონი ლარით. აქედან პენსიების ზრდა გვაქვს და 60 წლის და მეტი ასაკპენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის 500 ლარი. აქვე შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია იყო 110 ლარი და 125 ლარი. შედარებს ახლა 415 ლარი და 500 ლარი მაღალმთიანში. ეს არის რეალური შედეგი ჩვენი მუშაობის, ჩვენი ხელისუფლების. 60 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარი და განისაზღვრება 315 ლარით და მაღალმთიანში იქნება 380 ლარი. გარდა ამისა, რაც შეეხება სხვა პროგრამებს, აქაც ჯამში სოციალურ პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5.6 მილიარდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამის დასაფინანსებლად გამოყოფილი არის 1.6 მილიარდი ლარი. მათ შორის რა თქმა უნდა გათვალისწინებული არის პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ბიუჯეტში გათვალისწინებული არის ყველა საჯარო მოხელის ხელფასების ზრდა, ასევე 10%-ით. ძალოვნებისთვის მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შარშან 20%-იანი ზრდა გავაკეთეთ და ჯამში ბოლო 2 წელიწადში თითქმის 40-45%-იანი ზრდა გამოგვივიდა ძალოვნებში, პოლიციაში, ჯარში და სამსახურებში. სხვა საჯარო მოხელებს ყველას გაეზრდა ბოლო 2 წელიწადში 30%-ით. ამ ახალი ზრდის ჩათვლით. რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამ ტენდენციას რა თქმა უნდა შევინარჩუნებთ და გავაგრძელებთ წახალისებას ჩვენი საჯარო მოხელებს და მათ ხელფასების ზრდას. ბიუჯეტი ეზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს
თავის სამინისტროს, განათლების სამინისტროში მნიშვნელოვანი რეფორმები გვექნება და მნიშვნელოვანი სიახლეები ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. 470 მილიონი ლარით იზრდება განათლების ბიუჯეტი. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდის საკითხს ჩვენ ვამუშავებთ და ახალ მინისტრთან ერთად ოქტომბრის ბოლოს წარმოგიდგენთ ახალ კონცეფციას. რაც შეეხება საჯარო სკოლების მშენებლობა რეაბილიტაციას, გამოყოფილია 350 მილიონი ლარი, მაღალი ტემპებით წავა აქ მშენებლობა რეაბილიტაციის პროცესი. საბავშვო ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციაზე მიემართება 225 მილიონი ლარი, ესეც ჩვენ დაწყებული გვაქვს. კიდევ მინდა აღნიშნო, რომ ბაღებში თანამშრომლთა ხელფასებისა დაიქნება გათვალისწინებული. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, აქაც ჩვენ ნაერთი ბიუჯეტიდან მიემართება მთლიან ინფრასტრუქტურას განვითარებაზე 6 მილიარდი ლარი, აქედან სამინისტროს ბიუჯეტი იქნება 3.4 მილიარდი ლარი, საგზაო ინფრასტრუქტურას გაუმჯობესებაზე მიემართება 1.7 მილიარდი ლარი, მათ შორის ჩხაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1.2 მილიარდი ლარი. ასევე მინდა გითხრათ, რომ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებული არის 1.9 მილიარდი ლარი. წყალმარაგება, წყალანილების სექტორის გაუმჯობესებაზე 500 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული. მთლიანად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე აღვნიშნე და კიდევ გეტყვით, რომ 700 მილიონი ლარი ჯამში დაიხარჯება მომავალ წელს. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 170 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავთ გაიცად. რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ამ მიზნით გათვალისწინებული 300 მილიონი ლარის დახარჯვა 2024-ში. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე 560 მილიონი ლარი არის განსაზღვრული. ასევე გარემოს დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 180 მილიონი ლარი გამოიყოფა. ჯამში მე ვფიქრობ, ძალიან კარგი ბიუჯეტი გამოგვივიდა 2024-ის, ეს არის კიდევ მეორე, ეს არის პირველი ვარიანტი. ეხლა ჩვენ ოქტომბერში ვიმუშავებთ აქტიურად სამინისტროებთან, სხვა უწყებებთან, ასევე პარლამენტთან ერთად გვექნება აქტიური განხილვა. მეორე ვარიანტს წარვადგენთ 5 ნოემბრამდე, ბატონ ლაშა ასე არის ხომ? 5 ნოემბრამდე და შენ ნოემბერი დავშვება, რომ მესამე ვარიანტზეც ვიმუშაოთ პარლამენტთან ერთად. აი ეს არის ძირითადი, ასე ვთქვათ, მონახაზი, რაც მინდოდა თქვენთვის მეცნობებინა. ესე იგი, შეჯამებისთვის ვიტყვი, რომ 2024-ში 85 მილიარდი ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი. per capita ერთ მოსახლეზე გადაანგარიშებთ 8,600 დოლარი გახდება უკვე. და შედარებისთვის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის თითქმის გასამაგება მთლიანი შიდა პროდუქტის, თუ შევადარებთ 2012 წელს. ბიუჯეტი გითხარით, რომ 27.8 მილიარდი ლარი იქნება 2024-ში და დანარჩენზე, რა თქმა უნდა, მოგვიანებით დავაზუსტებთ და ვიმუშავებთ პარლამენტთან ერთად. დიდი მადლობა.